გამარჯობათ ჩემს საყვარელ ბლოგერებო და ადამიანებო მოკლედ დღეს გახდა უკვე 1 თვე რაც მე ვარ ბერლინში უბრალოდ ამაღამ გახდება იმიტომ რომ ესე 24-ში დილის წამოვედი და დღეს გადავწყვეტე რომ მეთქი ეს ახლა ჩავწერ ჩემს შტაბ-ჭრილებებს ჩემს შეხედულებებს საერთოდ ამ 1 თვის მანძილზე როგორც იცით ყველა როცა ჩამოვედი მაშინ საერთოდ არ მომწონდა ყოფნა არაფერი არ თქვეყანა ადამიანები ყველაფერი რაღაც მეგონა რომ იყო ძალიან ცივი და რაღაც მიჩვევა მინდოდა და საერთოდ ისეთი ადამიანი ვარ რომელიც ადვილად ვერ ეჩვევა რაღაც სიტუაციებს და საკმაოდ დრო ჭირდება და ყოველთვის ვიცი ხოლმე ნუ სადღაც მივდივარ ან ვიღაც ადამიანს ვეცნობი ყოველთვის ვეუბნები ჩემს თავს რაღაც პირველ შტაბ-ჭრილებაზე არ იყო სოფი დააკვირდი ადამიანს უფრო მიეცი შანსი 1 2 ცოტა ესე იმიტომ რომ ვიცი რომ პირველად საერთოდ მე მიჭირს ადამიანებთან რაღაც დავუშვათ გავიცანი და ვმეგობრდი და მიჭირს დავუშვათ მე თვითონაც გახსნა და ისიც მიჭირს რომ ის ადამიანი მივიღო და უფრო ისე კარგად ვიგრძნო თავი და უკვე 1 თვის მანძილზე ესე კი გუშინ დავჯექი და დავფიქრდი მივხვდი რომ მეცო გავიზარდე და ძალიან ისეთი შევიცვალე სხვათა შორის რაღაცები შემეცვალა და იმასაც მივხვდი რომ ძალიან მომწონს ახლა აქ ყოფნა უკვე მომწონს თვითონ ეს ჩვენი გარემო მომწონს ჩვენი მიდრაშა მომწონს გოგოები იმიტომ რომ არიან ძალიან საყვარელი გოგოები და ყოველს რა თქმა უნდა თავისებური ხასიათი აქვს და წარმოუდგენელია რომ ყველანი მეგობრები გავხდეთ ხო იმიტომ რომ ყოველთვის ხდება რომ რაღაც ჯგუფებად არის დაყოფილი ნუ არის დავუშვათ 2 3 2 ესე გოგოები რომლებიც ყველანი თვითონ ცალკეანიან და ასევე ვარ მე და კიდევ რამდენიმე გოგო რომლებიც უფრო ადვილად ვუგებთ ერთმანეთს და უფრო კარგად ვართ და მოკლედ ესე 1 თვე გავიდა უკვე გუშინ სხვათა შორის ნაზიმ შემახსენე ჩემო მეგობარმა და პრინციპში ვერ ვიტყვი რომ ეს სწრაფად გავიდაო იმიტომ რომ ნუ იყო საკმაოდ რაღაც ისეთი გადალახვის რაღაც ძნელების გადალახვის მომენტები მაგრამ ნუ ახლა ისე უკვე ყველაფერი კარგად არის და ხვდები რომ ძალიან მომწონს აქ ყოფნა გიждები ლექციებზე ჩვენს მასწავლებლებზე და ლექტორებს და საერთოდ ძალიან მაგარია მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ დატვირთული დღე გვაქვს ხოლმე კვირის განმავლობაში დილიდან შუა დღემდე გვაქვს დილის ლექციები შემდეგ 5 საათიდან საღამოს 9:30-მდე და ანუ შუალედი გვაქვს რა თქმა უნდა საათად შეგვიძლია რომ დავისვენოთ მაგრამ მაინც საკმაოდ დატვირთულია წარმოიდგინეთ დილიდან რაღაც საღამომდე და მე საერთოდ ესეთი ადამიანი ვარ რომ მინდა ესეთი ანუ თავიდანვე ვერ ვიტყვი ესე ძალიან თბილი ტემპერამენტიანი არ ვარ და ამიტომ მჭირდება რამდენიმე თავის 1 2 გაკვეთილი და მე უკვე ესე თვითონ მომდის ენერგია და უკვე დილის ლექციებში ცოტა მეძინება ხოლმე მაგრამ საღამოს უკვე ბოლო ლექცია როცა და ყველა დაღლილია და უკვე იღლები მე ეგეთი ვარ არ მინდა დამთავრდეს კიდე და რაღაც ისე ხდება რომ საღამოს ძალიან ისეთი ლექციები გვაქვს უფრო რაღაც ძალიან მაგარი ერთი რაბი როუზი ყავს იმის ლექციები გვაქვს და იმის ყოველთვის მინდა რომ უსმინო და რაღაც არასდროს არ დამთავრდეს ხო, სხვა მქონდა პოსტი იმაზე ადამიანებზე და ანუ ეროვნებაზე ზოგი რუსეთიდან, ზოგი ამერიკიდან, სხვადასხვა ქვეყნებიდან ვარ ჩამოსული. ამაზე შეიძლება საერთოდ კიდევ ცალკე ესეთი პოსტი გაკეთებული იყო, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრი რაღაც შეიცვალა ჩემში. ძალიან ბევრი რუსი მეგობრები მყავს რუსეთიდან ჩამოსული გოგოები, ძალიან საყვარლები არიან, კარგები მეგობრულები, თბილები. მაგრამ არის 2 ამერიკელი გოგო რომლებიც ძალიან შემიყვარდნენ. უბრალოდ ძალიან სასწაული ადამიანები არიან, იცი ექსიომონებს მათთან ურთიერთობა, რაღაც მათთან საუბარი, უფრო რაღაც გიყურებენ, რაღაც თვალებს ულესე უსიმციმებს და ურწყინებს და რაღაცნაირი უფრო სხვა არის, იცი? და ძალიან მიხარია, რომ ესეთი საშუალება მომეცა, რომ ესეთი ადამიანები უფრო ახლოს გამეცნო ამდენი და შემდეგ ადამიანებს როცა ეცნობი შენ თვითონ და უყურებ უსმენ იმათ რაღაც იმათი ცხოვრების შესახებ იგებ, ეს შენზეც ხომ მოქმედებს და რაღაც შენც უკეთესი ადამიანი ხდები და შენშიც რაღაც იზრდება. და მე ვცდილობ რომ დაინახო უფრო ბევრი მხარე ადამიანის რომ ყველა ესეთი ადამიანის არსებობს და საერთოდ ყველა თავისებურია და ყველას უნდა გაუგო და ყველას აზრს პატივისცე. მგონი დღეისთვის საკმარისი იყო რაღაც ისეთი დატვირთული და მოსაწყენი ერთ კადრიანი გამოვა ჩემი პოსტი. ძალიან მიხარია ეს პოსტებს რო წერდა და მე ჩემი პოსტები მოსწონს და ზოგი მე მწერს რომ აი მე ამის მე ეს დავფიქრდი და რაღაც მიშველა შენმა პოსტმა და ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, იმიტომ რომ ერთი ადამიანიც სანამ იქნება რომელიც ჩემს ბლოგს წაიკითხავს და იფიქრებს რომ ცხოვრება მართლაც ისეთია მზიანია და თავარია მე ვიყო მზიანი და გარშემო სამყაროს მე თვითონ ვქმნი, ესე იგი ჩემი მისია შესრულებულია. ბედნიერ შაბათ-კვირას გისურვებთ, მომავალ შეხვედრამდე.